წყალქვეშა ქალაქი. ამჯერად წიგნის ველი იყო, თითქოს ოკეანეში ნამყოფი. მარიამმა ფურცლები ფრთხილად გადაატრიალა და უცებ ტექსტი გაკრთა. ქვემოთ, სადაც წნევას იჩენიასაც ამძიმებს, შენ წინაშე გაიხსნება ატლანტიდის კარიბჭე. ოთახი წყლით აივსო, ბავშვები ჩაძირულ ქალაქში აღმოჩნდნენ და უეცრად ჰაერის ბუშტები თითქოს სკაფანდრები თავზე შემოეხვიათ. წინ იყო მდუმარე წყალქვეშა ქალაქი, მოსჩამდა ყვითელი და ლურჯი შუქით განათებული შენობები. თევზების გუნდები მოძრაობდნენ დილ სიგნალებში. ლუკამ ხელი მუჩში შეკრა, იგრძნო როგორ ეწინააღმდეგებოდა წყალი მოძრაობას. მე მგონი აქ სერიოზული წნევაა. წყალი წნევას ქმნის და ის იზრდება სიღრმის დასთან ერთად. მაგალითად, ოკეანეში 10 მეტრის სიღრმეზე ორჯერ მეტი წნევაა, ვიდრე დედამიწის ზედაპირზე. დედამიწის ზედაპირზე წნევას ატმოსფერო ქმნის. მისი სიდიდე იგივეა, რაც 10 მეტრის სიმაღლის წყლის სვეტის წნევა. ამიტომ 10 მეტრ სიღრმეზე ოკეანეში წყლის წნევა ატმოსფეროს წნევას ემატება. ფანეტი. წნევას აიდან აქვს, აირის სივრცეს იკავებს, მის მოლეკულებს აქვთ სიჩქარე, მოძრაობენ და ეჯახებიან ჭურჭლის კედლებს. ამით ქმნიან წნევას. ანუ აირი ზემოქმედებს, თქვა ლუკა. ანუ დიახ, აირის წნევა ესაა აირის მოლეკულების ქაოსური მოძრაობის შედეგი. აირი კუმშვადია. აირის წნევა იზრდება მოცულობის შემცირებით. რაც უფრო პატარა მოცულობა შემოვაქცევთ აირს, მით უფრო მეტი მოლეკულა დაეჯახება კედლის ერთი და იმავე ფართობს. ანუ წნევა გაიზრდება. აირის წნევა ტემპერატურაზეც არის დამოკიდებული. გათბობისას აირის მოლეკულები სწრაფად იწყებენ მოძრაობას და კედლებზე მოლეკულების დაჯახებების რაოდენობა იზრდება. ესე იგი, წნევა იზრდება, გაცივებისას კი პირიქით წნევა კლებულობს. რაც ქვემოთ ვეშვებით, მით უფრო გრძნობ წყლის დაწოლას, თქვა მარიამმა. ჰეი, ბურთი რატომ იკუმშება, იკითხა მარიამმა. იმიტომ რომ წყლის წნევა იზრდება სიღრმესთან ერთად, შვიდად უპასუხა ლუკა. წყალი უფრო და უფრო ძლიერად აწובה ბურთს. ქვემოდან ზემოთაც, ზემოდან ქვემოთაც, გვერდიდანაც, ყველა მხრიდან და ვგონებ დროა ზემოთ გავწვიო. ამის თქმა იყო და ისევ ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. არც ერთი მათგანი არ იყო სველი, მხოლოდ წიგნის ყდიდან წოთავდა წყალი. ის იცვლებოდა. შეჯამება. სითხე წნევას ქმნის სიღრმეზე. პ უდრის რო ჯ ხ-ში. წნევა იზრდება ქვემოთ ჩასვლისას. სითხე და აირი წნევას ყველა მიმართულებით გადასცემენ. აირის წნევა მოლეკულების ჭურჭლის კედლებზე დაჯახებების შედეგია. სითხის წნევა კი სიმძიმის ძალის მოქმედების შედეგია. პირველი სავარჯიშო კაპიტანი ლუკას მფრინავი ბუშტი. ლუკა წყალქვეშ ბუშტს 10 მეტრ სიღრმეზე უშვებს. წყლის სიმკვრივე 1000 კილოგრამია მეტრ კუბში. ჯე მივიჩნიოთ 10 ნიუტონი კილოგრამთან. ტოლად. გამოთვალე წნევა ამ სიღრმეზე. სავარჯიშო 2. ვისი ბუშტი გასკდება? მარიამმა ბუშტი 9 მეტრის სიღრმეზე გაბერა და გაუშვა. ლაშამ 1,5 მეტრის სიღრმეზე. ორივე ბუშტის მოცულობა თავიდან ერთნაირი იყო. ვისი ბუშტის მოცულობა იქნება უფრო მეტი, როცა ბუშტები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდებიან. და ბოლოს ამოცანა განსჯისთვის. იმსჯელე, რატომ მოსკდებათ კაპილარები ზოგიერთი სახეობის ოკეანის თევზებს წყლის სიღრმიდან წყლის ზედაფენებში მოხვედრისას. დისურვებთ წარმატებებს.